31 იანვარი Kurdistani, İran. İnterview საკუთარ თავს. ხო. 6 თვეზე მეტი გავიდა უკვე იმის მერე რაც მოგზაურობა დავიწყე და გადავწყვიტე საკუთარ თავთან ჩავწერო ინტერვიუ. კიდევ ერთხელ. იმიტომ რაღაცები ძალიან სწრაფად იცვლება. მან შეხედულებები სახლთან დაკავშირებით შეიცვალა. ხო. პირველი ინტერვიუ განსხვავებული იყო იმით, რომ არ ვიცოდი რა მეკითხა ადამიანებისთვის ზუსტად. და ხო, მithumetes შემთავრდოს. ასე რომ მე ახლა იმ კითხვებს დავუსვამ ჩემთვის, რასაც სხვა ადამიანებს უსვამ. პირველი კითხვა. რა ასოციაცია წარმოდგენა ან სურათი გიჩნდება? როცა სიტყვა სახლს გაიგე. ან ძალიან ცნობილია, იმიტომ რომ ბევრი პასუხი მოვისმენე ამ კითხვაზე. ან ყველა კითხვაზე საერთოდ რაც მაქვს, ძალიან ბევრი პასუხი მოვისმენე და ჩემთვის საკმაოდ გვიან კითხა ეგენი. ხოდა ჩემთვის პირველი ასოციაცია სახლის გაფიქრებაზე რაც მოდის უფრო მეტად დაკავშირებულია დივანზე წამოწოლასთან. ან ყოველჯერ რამდენჯერაც ეს კითხვა დავუსვით საკუთარ თავს წარმოვიდგინე ჩემი ბოლო ორი საცხოვრებელი. ხან ერთი საცხოვრებელი, ხან მეორე. მაგრამ უეჭველად ამ ბოლო ორიდან რომელიმე პირველში 2 წელი ვიცხოვრე და თითქმის. და მეორეში სანამ მოგზაურობას დავიწყებდი ეს პირველი ინტერვიუ საკუთარ თავთან სადაც ჩავწერე. და ხო, სახელოსნოში შესვლა ორივე განსაცდელი და სახელოსნო ერთი ოთახი იყო. სახლში მისვლის მომენტი. ეს ყველაფერს რო დააკვირდა სავარძელში ჩაჭდები ან დივანზე რო წამოწევიან. რასაც გინდა იმას რო გააკეთებ. მაგრამ უფრო ესეთი ჩასვენების მომენტია რა. ყველგან ეგრე ვერ ჩავესვენები. ან ზოგჯერ მანქანაში მაქვს ხოლმე დაღლილი სადმე თუ წავალ და იქიდან დაღლილი დავბრუნდებიან. რამდენიმე დღე თუ არ ყოფილან მანქანაში და მე როცა გადავწყვეტ რომ გადავადგილდე ამ ბოლო თვეების მანძილზე ეგეთ შეგრძნება მაშინ მაქვს ხოლმე კიდე, მაგრამ სრულად ეგეთი შეგრძნება ვერ არის. ხო, ერთ სიტყვით აი ეგ ჩასვენების შეგრძნება. და თავს ამ პასუხის გამო ცოტა დამნაშავედ ვცნობ, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობისთვის ან ეხლა ვინც მახსენდება ვისთანაც ინტერვიუ ჩავწერე ყველასთვის სახლი იყო დაკავშირებული ოჯახთან ან ბავშვობასთან. ხოდა ჩემთვის არ არის. ანუ იმ სავარძელშიც რო ვესვენები ოთახში მარტო ვარ. ხო, ეგ უცნაური აღმოჩენა. მეორე კითხვა. არ ვიცი სტანდარტულად რო გავყვეთ ჩემ თავთან ინტერვიუს რამდენად გამოვა. მაგრამ ვეცდები. მეორე კითხვა არის ხოლმე თუ არ დავიბნევი.
ვიგრძენი თავი ბოლო სახლში. ბოლო სახლში თავი ვიგრძენი აქ, სადაც ახლა ვარ. იმიტომ რომ 3 დღეა, მესამე დღეა აქ ვარ. მესამე ღამე იქნება ეს ნახვალწაო. იდეალურად. დღესაც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ anyways. ხო, ეს სახლი ვიქირავა. მარტო ვარ. არაჩვეულებრივი ხედი მაქვს. ძალიან მოწონს. გუშინ წინ ფიქრობდი, თელ ცხოვრება უყურებდა ადამიანი ამ ხედს. მაგრამ მარტო ხედზე რო იყოს რა უჭირს. ხო, ძალიან თავისუფლად ვარ. შემიძლია ტუალეტში შევიდე და კარი ღია დავტოვა. ეგ ძალიან მოწონს, იმიტომ რომ არც ესე არ ყოფილვარ დიდი ხანი. ან სახლში მარტო არ ყოფილვარ დიდი ხანი. სხვის სახლში მარტო ყოფილვარ, მაგრამ საკუთარში რა, საკუთარ ნაქირავებში, რადგან ეს სახლი ჩემია, სანამ ჩემი გადახდილი თანხის დრო არ გავა. ხო, ეს თვითონ ბოლოს თავი აქ ვიგრძენი სახლში, იმიტომ რომ პირადი სივრცე მოვიწყე და პირადი სივრცეც იმიტომ მოვიწყე, რომ ეს სახლი საერთოდ იმიტომ ავიღე, ამდენ ხანს გავჩერდი, რომ ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით დიდი ფანჯრები და ეს წითელი ხალიჩა, რომელიც დარწმუნებული ვარ არც ეს სუფთა, მაგრამ მაინც კომფორტულად გამოიყურა. ხო, სად ვიგრძენი თავი არა სახლში. ანუ ადგილი, სადაც თავი სახლში უნდა მეგრძნო, რადგან თავშესაფარიც იყო და ყველანაირი ფუნქციონალი შეესრულებინა, მაგრამ ვერ ვიგრძენი. ეგეთი ადგილი ბოლოს იყო. სასტუმროში ამის წირო იყო, guest house-ში კი არა, ჰოსტელში. ბოლო ღამეს მარილანში დავჭი ჰოსტელში. საშინელი ჰოსტელი იყო. ანუ ისიც ნაქირავები, მიუხედავად იმისა, რომ ტუალეტი საერთო იყო რაღაც. ძალიან ბინძური იყო იქ ხორობა და ფანჯარა არ ქონდა და ძალიან ცუდი გარემო იყო. ან მან პირად სივრცეს ფიზიკურად ვერ მოვიწყობდი, იმიტომ რომ ან დივანზე ქურთუკი გადავაფარე და კი არ და საწყალზე. და ისე დავწეკი. განსაცმელები არც გამიხდი. ხო, აი ეგ სახლი ნამდვილად არ იყო. ახლოსაც კი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ერთი ღამით ჩემი იყო. ჩემი საცხოვრებელი და ოთახში მარტო ვიყავ. მაგრამ ხო, ყველაფერზე შეხება მეზიზებოდა. ხო. ან ძირითადად რის დაფიქსირებაც მინდა ამ ინტერვიუთი. არის აზრი, რომელიც განსხვავებულია იმ პირველ ინტერვიუსგან, 6 თვის წინ რო ჩავწერე. სადაც ვაპარაკობდი ძირითადად მასლოუს მოტივებზე. ან საჭიროების იერარქიაზე და შემდეგ. ეგ შეიცვალა. წინა თვეს უყურე მაგ ინტერვიუს და მივხვდი, რომ უცებ გავაანალიზე, რომ ანუ ეგ არ არის. და ახალი თეორია რაც მაქვს სახლთან დაკავშირებით, მინდა რომ ეგ მოვყვერა. ანუ ამჯერად ვფიქრობ, რომ არის 3 ტიპის სახლი. ან სახლის შეგრძნების 3 ტიპი. პირველი არის დროებითი.
დროებითი არის მაგალითად აქ როგორც ანუ 3 დღე აქ ვარ, ან 3 დღის განმავლობაში აქაურება ჩემი სახლია რამდენადაც სანამ არ მომბეზრდება, ან რაღაც სანამ ეს 3 დღე არ გავა. ხო, მაგრამ სულ რა შემეძლოს აქ დარჩენა და ხო, დროზე ან ქირაზე არ იყოს დამოკიდებული, ეს ადგილი სახლი ვერ გახდებოდა ჩემთვის. იმიტომ რომ ეს დროებითი სახლის ფუნქციას ასრულებს ახლა, ან დროებითი სახლი ნაკლები კრიტერიუმებით განისაზღვრება. მაგალითად არ მჭირდება რომ ვეკუთვნოდი ამ ადგილს. ან მიკუთვნების საჭიროებას არ ვქნებ აქ. ან შემიძლია თავის სახლში ვიგრძო მიკუთვნების გარეშე. კიდე მოგონებები არ მჭირდება, ან სენტიმენტები. ანუ უფრო ზედაპირულ საჭიროებებზეა დროებითი სახლის ფუნქცია აგებული. ესეთი დროებითი სახლი მიგრძნია ძალიან ბევრჯერ. ძალიან ბევრი ადამიანის სახლში, ან მანქანაში, ან მეგობართან ყოფნის დროს. შეიძლება გარემო არ იყოს საერთოდ, უბრალოდ რაღაც კონკრეტულ საზოგადოებაში რაღაც პერიოდით მოხვედრისას. ხო, ერთი ტიპი არის დროებითი სახლი. მეორე არის სტაბილური. სტაბილური სახლი არის ჩემი ოჯახი. ან ჩემი ოჯახი ისეთი წერტილია, რომელიც რაც 3.14 არა. მათემატიკური მუდმივი არ იცვლება. არასოდეს არ შეიძლება, ან სანამ ჩემი ოჯახის წევრები ჯანმრთელები არიან და ერთად ვართ. და შეიძლება მოხდეს რომ სულ ერთად ვიქნებით სანამ ცოცხლები ვართ. და მე ვინც არ უნდა გავხდე, ან რამდენად კარგიც არ უნდა გავხდე, რამდენად ცუდიც არ უნდა გავხდე და ჩემი ოჯახის წევრები როგორც არ უნდა შეიცვალონ, ჩვენ მაინც ერთნაირად ვიცნობთ ერთმანეთს რა. ან რამდენი ქვეყანა პლანეტაც არ უნდა ნახო, როგორი გამოცდილი ან გამოუცდელი, როგორი გამარჯვებული ან დამარცხებულიც არ უნდა ჩავიდე იქ უცებ ხდები ის ადამიანი 18 წლამდე რო ვიყავი, სანამ იქიდან წამოვიდა და ხოდა ისინი მიცნობენ ჩემს რეალურ პიროვნებას. ან ბავშვები ხო ყველაზე ნამდვილები ვართ. და მე ვიზრდებით და რაღაც კომპლექსებს და უბედურებებს ვიწებებთ. და მე მთელი ცხოვრება ვცდილობთ, რომ ისევ უკან წავიდეთ და ისევ ბავშვები გავხდეთ რა. ხოდა ისინი მიცნობენ ამ მიწებებამდე. როცა რეალური და ნამდვილი იყო, სადაც ვცდილობ, რომ მე წავიდე და ნამდვილი ჩემი პიროვნება ვიყო. ხო, ასე რომ იქ ჩასვლა, ჩემს ოჯახთან ჩასვლა არის ყოველთვის სახლში მისთვის შეგრძნება რა. და ვიცი რომ ყოველთვის მელოდები. ეგ ქმნის კიდე მიქაურობას სახლად. ხო. ეგ არის სტაბილური სახლი. მაგრამ მესამე არის მუდმივი. და ეს მუდმივი იმიტომ არ იქნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთი ოჯახია, ინდივიდუალური ადამიანები არიან, ინდივიდუალური ჯანმრთელობით, ინდივიდუალური ცხოვრებით. ამიტომ შეიძლება რომელიმე ან ყველაზე დრამატული ვერსია რო განვიხილოთ, რომელიმე ჩემი ოჯახის წევრი დაიღუპოს. ან შეიძლება მე დავიღუპე, მანამ სანამ ისინი დაიღუპებიან.
anyways, ყოველთვის ერთად ვერ ვიქნებით რა. ვიღაცა უფრო ადრე დატოვებს აქაურობას. ხო, მაგრამ სანამ ყველანი ცოცხლები ვართ, მანამდე სტაბილური სახლი ეგ არის. და მუდმივი სახლი არის მე. ანუ მე ვარ ჩემი თავის მუდმივი სახლი. მე ვეკუთვნი საკუთარ თავს. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ჩემი ყველაზე კარგად ესმის, როცა არავის არ ესმის, მაშინ მე მაინც მესმის ჩემი. მე ვარ ის, რომელიც ჩემთან ერთად იქნება ყოველთვის მთელი ცხოვრება. ანუ სულ რომ მინდოდეს ვერ მოკვდება მე. ამიტომ მე და მე სულ ერთად იქნებით. სანამ მე ცოცხალი. ხო და ხო მე ვარ ერთადერთი ვისიც ბოლომდე ჯერა. ჯერა არა იმ გაგებით, რომ შესაძლებლობებში ვარ დარწმუნებული რაღაც. ანუ რასაც ვგრძნობ ჯერა საკუთარ თავს. კი ვატყუებ ზოგჯერ, მაგრამ სადღაცა აქ და კიდევ უფრო შიგნით ვიცი რომ ვატყუებ. და რაღაცები კიდე გასაგები მაქვს მეზე. თუმცა ხო, საერთო იდეა ისაა, რომ მე ვარ რა, მე ვარ ერთადერთი სტაბილური წერტილი, ანუ სტაბილური უძრავი უკდავი. ასე რომ ჯობია თავის სახლში ვიგრძნო, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი იქნება ყველა ადამიანთან ურთიერთობა, ჩემ ოჯახთან ურთიერთობა, დროებითი სახლების გამოცვლა, მოწევნა, პატარა კომფორტის ზონების მოწყობა, ყველაფერი იქნება საკუთარი თავიდან გაქცევის მიზეზით და მგონია რომ ყოველთვის შემეშინდება იმის, რომ მაგალითად ეს დროებითი სახლი თუ უცებ გაქრება, ჩემ თავთან დავრჩები მარტო. ან იმიტომ რომ ჩემ თავთან მარტო არ დავრჩე, მერე ჩემ სტაბილურ სახლში წავალ ჩემ ოჯახთან. მერე სტაბილური სახლით გაქრება, ის შიში მექნება ყოველთვის, რომ ჩემ თავთან მარტო ვრჩები. ხო, ერთ წუთს ამ ბოლო თვეების განმავლობაში ვცდილობ საკუთარ თავს ხშირად შევახსენო, რომ მე და მე ერთად ვართ. ანუ იდეაში მარტო მე და მე ვართ ერთად. შესაბამისად სახლიც მე ვარ და კარიც. ხო, სტანდარტული ინტერვიუ არ გამოვიდა, მაგრამ ეს მინდა და რა დამიფიქსირებინა. ჩამეწერა. კიდე ადამიანებს ვეკითხები ხოლმე მომავალზე, როგორი წარმოუდგენიათ მომავლის სახლი. ხო და ან წარმომიდგენია რაღაც კუთხით რა. წარმომიდგენია რომ საქართველოში უნდა იყოს. ერთი ბოლო დროს რა ფიქრიც შემომეპარა და ისევ ვცდილობ რომ საკუთარი აზრი ჩამოვიყალიბო ამასთან დაკავშირებით. ამ სახლის განცდაში ქვეყანა რა როლს ასრულებს, ეგ ზუსტად არ ვიცი ჯერ ჩემთვის. ან წარმომიდგენია მომავალი სახლი საქართველოში რომ აქვს. იმიტომ წარმომიდგენია რომ არ მჯერა ან პატრიოტიზმის გამო არა რა.
ძალიან ბევრი ვეცადე თინეიჯერობიდან, რომ მეთქი სოფლიოს მოქალაქე ვარ და რაღაც ძალიან ხავრაც დედამიწელობა შემეთვისებინა და შემესისხლორცებინა. და ანუ იდეას ისევ ვეთანხმები რა, ეგ არ შეცვლა არაფრით, უბრალოდ რამდენი ქვეყანაშიც მიდიხარ, ყველგან უცხო ადამიანი ხარ. ანუ ის კი არ არის, რომ შენ გრძნობ რაღაცას. ანუ შენზე არაა დამოკიდებული რა. მთელი სამყარო რაღაცას მიგაკუთვნებს. ხოდა ძალიან არ მომწონს ეგ ამბავი, ან ამას რომ ვამბობ, ეგეც არ მომწონს, მაგრამ ხო, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან რაღაცას მიგაკუთვნება. ოღონდ იმ ადგილს არ. ანუ აქ ეხლა რამდენი ხანიც არ უნდა ვიცხოვრო, სულ რომ არ ვიცი 60 წელი ვიცხოვრო აქ. ამ სახლში კონკრეტულად ამ ადგილას მთელი სოფელი გავიცნო, არ ვიცი. ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინო, რაც არ უნდა გავაკეთო, ამათვის ყოველთვის სხვა ტიპი ვიქნები რა. და ყველა ქვეყანაში ეგრე იქნება საერთოდ. ხო, ამიტომ ცოტა მირჩენია ცოტა ახლოს ვიყო იქაურობასთან, სადაც სხვა ადამიანებისთვის ნაკლებად სხვა ტიპი ვიქნები. ხო, საქართველოს იქნება ეგრე ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში წახვალ და ყველგან ეგრეა. ან ყველგან იტყვიან მაგრამ გორიდან ჩამოვიდა, ან სხვა კუთხეში წახვალ და ქართლიდან მოვიდა. სხვა მხარეში წახვალ და აღმოსავლეთიდან მოვიდა და ასე. ხო, ასე რომ მომავალ სახლი წარმომადგენია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოგზაურობთ. მინდა რომ მიწავიყიდო. ჩემი მშობლების სახლი არ წარმომიდგენია. ჩემი მშობლების სახლია ეგ და ამიტომ მინდა რომ ეგ სტაბილური სახლი. ან ჩემი მშობლების სახლი იყოს უბრალოდ დამორჩა. ხო. Anyways, წარმოგიდგენია საკუთარი სახლი, სადმე სოფლად დიდი ალბათობით, ან ქალაქის გარეუბანში, მაგრამ უჯობესია სოფლად. დიდი ფანჯრებით, დიდი სახელოსნოთი, ძალიან უმენად რა სახელოსნოში მუშაობა, ძალიან. ხო. და შემდეგ. კიდე რა, ამას ხოდა ვამატებთ. Ciao.